უჩვეულო განწყობით ვიწყებ დღევანდელ რეპორტაჟს და ნუ გამამტყუნებთ. საქმე გვაქვს ფანტასტიკურ მოვლენასთან. თუ კი ის ყველაფერი, რასაც დღეს ბატონი ტარიელი წარმოგვიდგენს, რეალობაა, მაშინ გარწმუნებთ, რომ საქართველოს ძალიან მალე გაფრთხილდება. მე დღეს საქართველოში არ მეგუნება ჟურნალისტი, რომელიც შეძლებს კომენტარის გაკეთებას აი იმ აღმოჩენაზე, გამოგონებაზე, რომელსაც დღეს უკვე ფართოდ ცნობილი ბატონი ტარიელ კაპანაძე გვთავაზობს. თუ კი ეს ყველაფერი მართალია, ვიმეორებ, მაშინ გამოდის, რომ ღმერთმა კიდევ ერთი დიდი საჩუქარი უძღვნა საქართველოს ტარიელ კაპანაძის და მისი გამოგონების სახით და მან კი ეს ყველაფერი უძღვნა დედა სამშობლოს საქართველოს. ჩვენ ახლა ბატონო მერაბ დგევართ ძრავის წინ, რომელსაც რადგანაც პერპენდუმობილეს ეძახიან, მაგრამ ეს პერპენდუმობილი ფიზიკურად არ შეიძლება იყოს, ვინაიდან ძრავს რომელსაც აქვს საკისარი მექანიკური ნაწილი, რომელიც შეცადია, არ შეიძლება იყოს პერპენდუმობილი. განახლებას მოითხოვს, თავისი რესურსი აქვს. მერე ძრავზე რომელზეც თუნდაც მიზერი ენერგია იხარჯება დასაწყისში, ის უკვე პერპენდუმობილი აღარ არის. ნუ ძრავის შემოთავაზება შეგვიძლია ჩვენ დღეს. ამ ძრავს ჩვენ ვეძახით გრავიტაციულ ძრავს, რომელიც ხარჯავს ძალიან მცირე ენერგიას დასაწყისში და შემდეგ როდესაც თავის ბრუნებს აიღებს, გენერატორის მეშვეობით თავის თავსაც კვებავს და ტვირთსაც. ტვირთი არის ნატურა ამ შემთხვევაში, როდესაც ჩაირთობა და ჩაირთობა აი ამ მცირე ენერგიით, ეს არის 6 რგვალი ელემენტი ფანრის, ჩვეულებრივი ფანრის, რომელიც ყველგან იყიდება. ეს არის უმთლიანად 9 ვოლტი ძრავის და როდესაც ჩაირთობა, ძრავი აგრიფავს თავის ბრუნს, გენერატორიდან მივიღებთ ენერგიას, ხსნით გარეთა წყაროს, ენერგო წყაროს კვებავს და უკვე მუშაობს თავის თავზე და გვაძლევს შედეგს. თვითონ გენერატორი არის ძალიან დაბალი სიმძლავრის, მაგრამ ეს პრინციპი საჩვენებლად სრულიად საკმარისია. შეუდგეთ საქმეს. კი ბატონო. კი. ვამზადებთ მავთულს კონტაქტისათვის და მარღულს უკეთებთ და ვიწყებთ ძრავის გაშვებას. დავდი. ეხლა ვხსნით გარეთა კვებას. ძრავი მუშაობს ყოველგვარი ენერგიის გარეშე, თავისივე გენერატორით იკვებება, მეტი მავთული არ არსებობს. და გვაწვდის ენერგიას და კვებავს თავის თავს. ეს იდეა ბატონო მერაბ ჩვენ გვქონდა ადრე საუბარი დიდი ხანია. მუშაობდით ამ თემაზე, ეს არის 25 წელიწადი. ბოლოს მივაღწიეთ შედეგებს, მაგრამ აი დღეს ჩვენ ნახეთ, რომ ჩაირთო ძრავი მუშაობს. მოვიყვანოთ ნებისმიერი ფიზიკოსი, იტყვის, რომ ეს შეუძლებელია. დღეს ერთთან მარგი ქმედების კოეფიციენტი არ არსებობს. ეს ფიზიკის კანონით არ არსებობს. აი რო გითხრათ, შეიძლება ძალიან ისე თავხედობაში ჩავუმართო ბევრმა ფიზიკოსებმაც და თქვენც, რომ აქ მარგი ქმედების კოეფიციენტი სულ ცოტა, სულ გადაგდებული ვარიანტი 1000-თან არის. 1-თან არა, 1000-თან არის. აი ამაზეა ნათქვამი აშკარად დაუჯერებელიო რა. აგერ არის ძრავი. ზოგადად ეს პრინციპია, გრავიტაციული ენერგია გამოიყენება. ძალიან უხეშად რომ ვთქვათ, ალაგმულია გრავიტაციული ენერგია. ვინაიდან მას ვაიძულებთ იმუშაოს ჩვენთვის. მეც ვერაფერს ვერ ვიტყვი. ახლა ჩვენ მივახცეთ იმას, რომ გრავიტაციული ენერგიის მეშვეობით ვებულობთ ელექტროენერგიას.
ხვალე მე არ ვიცი ახლა რა სფეროში შეიძლება გამოიყენოს ადამიანმა მე ადრე ვიძახდი რომ ადამიანის ფანტაზია არ ეყოფა იმდენ გათვალოს სად შეიძლება იქნეს გამოყენებული სად არ შეიძლება იქნეს ამას ვერავინ ვერ იტყვის ეს უკვე მუშაობა მთავარია ენერგიის წყაროა რომელიც სადაც ვერ ვხედავთ და არც ვყიდულობთ არც საწვავი გვინდა არც ბენზინი გვინდა არც სალარი გვინდა არც აირი გვინდა ბუნებრივი დგას და მუშაობს თავისთვის და იმუშავებს აგერ არის ჩაკეტილი სისტემა ჩვენ გავსინჯეთ სრულად თავისივე ენერგიით იკვებება თვითონაც და გვაძლევს ენერგიასაც ამ პრინციპში მიაგძრავს თვითონ 1-2 მილიამპერი ხარჯავს კი 10 ვატიანი გენერატორი ეხლა ვადმუნტარი თქვენ არ გაგიკვირდებათ არის სოფლიო პრესაში ინფორმაციები გამოჟონა ყოველ შემთხვევაში რომ სხვადასხვა ქვეყნებში მუშაობენ ანალოგიური პრინციპით ყველა მუშაობენ უკვე არის ესეთი ძრავები რა არის ძრავები არის მაგრამ ამ პრინციპთან ახლო მე რაც ვიცი ჯერ არ მინახია აი რა ენერგიის მოცემა შეუძლია მას უკეთეს შემთხვევაში უკეთეს შემთხვევაში ეს მესამე ეგზემპლარია საერთოდ მეორე ვნახეთ ჩვენ ერთად ბატონო მერაბ და იმის წინ იყო ძალიან პატარა 1 კილოვატ ენერგიას იძლეოდა მე იყო კი ვნახეთ ის 40 ნატურა ან 200 ვატიანი მაგრამ ის უკვე ცვადინის გენერატორი იყო თვითონ ვარ მოწმე ეხლა ნუ უბრალოდ ესეც პრინციპისთვის გავაკეთეთ შეუძლია მოგცეს ნუ თავის შესაძლებლობის ფარგლებში 1800 ბრუნი აგზერს დავთვალეთ გუშინ ტაქომეტრები გავსინჯეთ ნუ ალბათ გადაყვანის სისტემაა საჭირო თუ 3000 ბრუნიან გენერატორს დაატრიალებს ენერგიას მოგცემს მაგრამ ეხლა ბატონო მერაბ ამ ძრავს ძალიან ჭირდება დახვეწა მუშაობა ეხლა უბრალოდ თუ ადამიანს ელემენტარულად რაღაც გაგაჩნია რა ვიცი რა თქვა არ ვიცი რა დავარქვა ინტელექტი თქვა ნუ ინტელექტზეც არ არის ცოტა კეთილინება დავარქვათ ნუ დღეს ჩვენ პირობებში გადარჩენა და ფასი არ აქვს ამ ძრავს ეს არის არა ფასი რაში არ აქვს ეს ქვეყნის გადარჩენაში ელემენტარულად ენერგიის მოცემაში ამის შეფასება არის ასე აი შეფასება იმიტომ რომ ცუდია, კარგია, უხეშია, არ არის უხეში, ნუ დღეს გამოდგება საქართველოში, მაგრამ გზა დაიხვეწება. გაქვთ თქვენ ამის გაუმჯობესების? კი, ძალიან ბევრი ვარიანტები გვაქვს. თქვენ თუ ხედავთ რაღაც გარკვეულ ნაკრს ალბათ არა? კი, აბა ეს გზა უფრო დაიხვეწება, ნელ-ნელა თავად ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, მაგრამ ამისთვის კიდევ ეძახი ძალიან ბილად რომ თქვა, კეთილინებაა საჭირო რომ ვიღაცამ მე რა თავენთავს დაეხმარონ მე შევთავს როგორ მე მივხედავ მაგრამ ამ დროს ფერზე დაყენება უნდა სოდვა ეს სისტემა დღევანდელ პირობებში მიუხედავად კი ახლა ხან ერთი ქვეყანა ხან მეორე ქვეყანა ულტიმატუმებით გველაპარაკება ზოგი გაზ გვიწყვიტავს ზოგი ენერგიას არ გვაძლევს თუ პირობები არ შეუსრულეთ იქით წავუგენოთ ულტიმატუმები. იქით დასჭირდება და მოითხოვენ ამ ძრავს ხვალდაზე. ბატონო მე თქვენთან მქონდა ნალაპარაკები ადრე. ჩვენ მქონდა წყალბადის ესე იგი როგორც წყალის დაშლის უახლესი სისტემა. პირდაპირ მოხმარების წინ მანქანაში, მანქანის ავზში რომ წყალი ჩაგვეს. შეგვიძლია გაგვეტარებინა ეს მანქანა წყალზე. იდეა ძალიან ნაცნობი და პოპულარულია ასე ვთქვათ. იდეა ნაცნობი კი არა, რამდენიმე წლის წინ ვეხვეწებოდი ჩვენ მთავრობას, დავრბოდით პარლამენტში. წელს აპრილის თვეში ჟურნალი ესეთი ზარული. 174 გვერდზე არის ფილიპინელმა გააკეთა იგივე სისტემა რაც უნდა მაქვს. გაგასწორდეს. დამასო რა ჩინეთის მთავრობასთან ხელშეკრულება დადო, თვეში $3 მილიონ აძლევენ და ხას რო აწყობს, სანამ ხას აწყობს. ხას რო აწყობს. უკვე მე სხვა არის იმისთვის და მე თირამე მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ რამდენი ათეული მილიარდია დაკარგული და უშო ჩვენი ქვეყნისთვის ის ძრავი რო არ დაინერგა საქართველოში. თუ საიდუმლოდ არის რა დაარქვით თქვენს
მექანიზმი? მექანიზმი გრავიტაციული ძრავი დავარქვით. უფრო ლამაზი სახელი? უფრო ლამაზი ჯერ არ მოგიგონებია, მაგრამ ისე პირშოს ვეძახით, მაგრამ ეს სინაურულად ძალიან ის თბილად და მოფერებით. ბატონო, წინასწარ ბოდიშს გიხდით და ნუ მიწყეთ როგორც კაცურად გთხოვთ ამას, აი ამის შემქმნელი თლად ნორმალური კაცი არ უნდა იყოს. და არც ის უნდა ჩაითვალოს ნორმალურ ადამიანად, ვინც ამ იდეას გაიზიარებს, შეუდგება საქმეს, მუშახელს დაასაქმებს და დაიწყებს ამ მექანიზმის აგებას. კიდევ ერთხელ ბოდიში გიხდით, გეთანხმებით ბატონო მერაბ, მე მოგახსენებთ, რომ ისევ და ისევ ეს არის თქვენი დამსახურება და თქვენი გადაცემების წყალობა, რომ მოვხდიმეთ ბატონ ტარიელთან ერთად ამ იდეაზე, რომ იდეის განხორციელებაში, რომ დავხმარებოდი ბატონ ტარიელს. ეს მოვისმინეთ თქვენივე გადაცემიდან და მას შემდეგ დამეგვადა იდეა, რომ იმდენად ჩვენი დღევანდელი პირობებიდან გამომდინარე, იმდენად მნიშვნელოვან საკითხთან იყო დაკავშირებული ჩვენი ენერგეტიკის საკითხთან, რომ ყველანაირად ვეცადე, რომ როგორი იდეაც არ უნდა ყოფილიყო, რომ დავხმარებოდი ამ ადამიანს თავის იდეის განხორციელებაში და ხო და მოვიწვიეთ ბატონი ტარიელი ჩვენთან თბილავი ამ შენში და დავიწყეთ ამ იდეის განხორციელებას. ალბათ ვიღაც დაისწარით არა საუბარზე, თქვენ ერთპიროვნულად გადაწყვეტეთ ამის საწყობად? არა, ეს შეთანხმებული იყო გენერალურ დირექტორთან, ბატონი ტარიელი შევახვედრეთ ჩვენს გენერალურ დირექტორს ბატონ ანდიკო თორდიას და გადაწყვეტა ეს საკითხი, რომ გაგვეხორციელებინა. და დავხვდით, როგორც ექსპერიმენტი გაგვეხორციელებინა. ექსპერიმენტს საკმაოდ დიდი დრო მოვანდომეთ, დაახლოებით 1-3 თვის განმავლობაში მუშაობდით, იყო წარუმატებლობები რაღაცის, მაგრამ აი საბოლოოდ როგორც დავწმუნდით, ჩვენ ეს დაუჯერებელია. მე პრაქტიკოსი გახლავართ და პრაქტიკიდან გამომდინარე ვლაპარაკობ, რომ ეს დაუჯერებელია, რასაც მე თვითონ აი ჩემთვისაც დაუჯერებელი საკითხია და მით უმეტეს ახლა ბევრი ტელემაყურებელი ნახავს ამ გადაცემას და ალბათ ყველას ფანტაზიათ მოეჩვენება, მაგრამ ჩვენ დღევანდელ დღეს ვდგევართ ამ სასწაულის წინაშე ვდგევართ. ეს მივიღეთ ჩვენ ენერგიის წყარო და ამ ენერგიის წყაროს ვი როგორ გამოიყენებს მერე და ვი როგორ მოიხმარს, ხო, ეს უკვე სხვა საკითხი იქნება და მე ვფიქრობ, რომ რა ვიცი, პოვებს ეს გამოგონება დიდ რეზონანს პოვებს და აღიარებას პოვებს მე ჯერა და გამოვიყენებთ ამას შემდგომში ენერგიისათვის. ისე ვიმეორებ, ბატონო, მე თუ სწავლულზღარებ ჩემს ნათქვამ, თუ ეს მართლა ყველაფერი რეალურია. თუ კი ეს ყველაფერი არის ის, რაც ქვეყანას ერს, შეიძლება ითქვას მსოფლიოს გადაარჩეს. ამის მასიური წარმოება უნდა დაიწყოს და შეიძლება ჩვენ არც გვეყოს ქარხნები და რა თქმა უნდა, ეს არა მარტო ეს ჩვენ დღევანდელ ყოფაცხოვრებას გამოასწორებს და პირობებს გამოასწორებს, არამედ ეს დასაქმებული იქნება ათასობით მუშახელი იქნება დასაქმებული, რომელიც თავის ხელფასებით იქნება და ეს მე როგორც მწარმოებელი აქედან გამომდინარე გელაპარაკებით, რომ ყველანაირად ვარ დაინტერესებული ამ იდეამ უნდა მე მგონია უკვე პოვა მან ის ისეთ სასწაული მიაღებებული ვარ, ეხლა რაც შევხედეთ, რაც ნახეთ თქვენთან ერთად, რის მოწმეც გავხდი, რომ არავითარი ენერგიის წყარო არ არის მიერთებული, აბსოლუტურად ალბათ ხო დააფიქსირებთ, თქვენ თვითონ ნახავთ და შევხედავთ, რომ ენერგიის წყარო არაფერი არ არის გამოყენებული და სულ მცირე რაღაცა სიმძლავრით ღებულად მასწავლებლები რა, აი ბატარეების წყალობით მივიღეთ და დავატრიალეთ ეს ძრავი რა. რა ვიცი, ბატონი ტარიელი ალბათ ამ ჩვენ მომემზადებით უკვე ხო, სერიოზულად ისედაც მომზადებული ვარ და უფრო უკვე ვფიქრობ ოცნებებს ვაგებ იმისათვის, რომ წარმოება როგორ უნდა განავითარო ამ საკითხებთან დაკავშირებით რა. ძალიან მაინტერესებს, როგორი იყო რეაქცია თქვენი თანამშრომლების? აი სიმართლე რომ გითხრათ, ეხლა მარტო მე არ ყოფილი ვარ, იყო ჩემი ელექტრონშიკები, ელექტრიკები, ვინც ესწრებოდნენ ამას და აი სიხარულისაგან იქნება თუ საოცრებისაგან ენა ჩაუვარდათ რა, თითქმის ერთი სუტკის განმავლობაში გონზე ვერანი ვერ მოვედ. თუ რა ხდებოდა დღე-ღამის განმავლობაში კი რაც მოდის მივხვდი და დავჭირდა საკმაოდ დიდი დრო იმისა, რომ მოსულიყავით თითოეული ჩვენთაგან ცოტა ჩავფიქრებული იყავით ის თუ რა სასწაული ვიხილეთ და ყველაზე კარგი არგუმენტი ისაა, რომ ყოველგვარი ძალზატანების გარეშე მუშაობს მექანიზმი არავითარი კვების წყარო რა. საერთოდ არ გააჩნია არავითარი კვების წყარო რა, აგერ შეხედეთ, რომ ის 6 ცალი ელემენტიც მოხსენით. ბატონო, დაახლოებით 1 წლის წინ იმას ვეთქვა თქვენთვის ამგვარი იდეა. დაიგერებით? ბატონო მერაბ, რო გითხრათ სიმართლე, დღესაც დაუჯერებელ ფაქტთან აგვაქვს საქმე რა, დაუჯერებელ ფაქტთან, მაგრამ ისაც გავითვალისწინოთ, რომ 21 საუკუნეში გადავდგით ნავიჯი და
ყველაფერს უნდა მოველოდეთ. რატო უნდა მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებში და იაპონიაში და ქართველებმა უნდა ვიწამოთ ჩვენი თავის და ცოტა უნდა იზროთ გაჭირვებაში ვართ და ალბათ ყველა თვითონ გამოგონებას თუ ჩვენაირი ხალხი მეწარმეები არ ამოუდგა პრაქტიკულ განხორციელების პერიოდში ხალხი არ ამოუდგა ყველა გამოგონება რა თქმა უნდა გამოგონებად დარჩება და თეორიათ მოკვდება რა და ამიტომ ჩვენ ამ თვალსაზრისით გამომდინარე ხელი შეუწყოთ ბატონ ტარიელს რომ განხორციელებინა და აქ ბევრი ჩანაფიქრები და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით არა მარტო ბატონ ტარიელთან აგერ ტელემაყურებლებსაც მივმართავ რომ თუ კი რაიმეა ეს ენერგეტიკის საკითხებთან იქნება თუ სხვადასხვა გამოგონებებთან იქნება ჩვენ მზათავართ რომ პრაქტიკულ განხორციელებებში დავეხმაროთ აუცილებლად სულ. დიდი მადლობა დავუვდოთ ხოლმე დღეს მე მგონი ძალიან კარგი რეაქცია იქნება მოსახლეობაში ალბათ ზემოთაც პარლამენტში მთავრობაში მოგოქცევა ყურადღებას და ეს შესანიშნავი გამოგონება ფანტასტიკური მე ვიტყოდი თავის რეალურ გზას მონახავს და საქართველოს აუცილებლად გაგრძელდება. აუცილებლად. თავიდან მე ვთქვი რომ გაშტერებული ვიწყებდი ამ რეპორტაჟს თქო და ახლაც ვადასტურებ რომ ასევე გაშტერებული დავრჩი გადაცემის დამთავრებისას. აქამდე თეორიულად ჩვენ ასე ვიცოდით რომ მსგავსი და მხოლოდ ფანტასტიკის სფეროს განეკუთვნებოდა. ახლა კი თუმცა ხალხო ჩვენ ხომ ქართველები ვართ. ქართველებისგან კი როგორც ამობენ ყველაფერია მოსაუბრეს. ნახოთ. დიდი მადლობა ყურადღებისათვის. თავდება ჩვენი პროგრამა. იმედი გვაქვს რომ კლავად შევეხებთ იმ თემებს, რომელიც საზოგადოებას აინტერესებს. Находись, мадლობთ ყურადღებისთვის. Каждую неделю «Огонек» освещает события нашей с вами жизни. Каждый год общероссийский журнал